მოგესალმებით, დადგას სამშაბათი საღამოს 8 ნახევარი და მე გახლავართ გიორგი დარასელია, მინდა აუცილებლად მოვიგოთ ყველა ის განსასწრებში მყოფი ადამიანები, პატიმრობიდან დაწყებული ის ადამიანები, ვისაც პრობლემა გაქვთ რაღაცა სიხარული და მინდა ბედნიერება გისურვოთ და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება, იმიტომ რომ რა გამახსენდა, იცით რომ რა მოკლია ეს ცხოვრება და როგორ უნდა გაუფრთხილეთ ერთმანეთს და როგორ შეიძლება ხვალე უბრალოდ გათენდეს და ერთმანეთი ვეღარ ნახოთ ადამიანებმა რაღაცა თუნდაც პრობლემის გამო, თუნდაც იმის გამო რომ ვიღაცა გარდაიცვლება რაღაცა და ძალიან ბევრი სამწუხარო ამბავი ხდება ამ ბოლო ხანებში დაიცალას რაღაცნაირად საქართველოს დაიცალა რა მხრივ შეიძლება ბევრი ადამიანი არის კია მაგრამ გაჩუმებულია ხალხი რაღაცნაირად გაურკვევლობაში არ იყო ამ დროისათვის მზად ეს ადამიანი და აი ეს თუცა დაგვიდგა ისეთი დრო რომ თითქოს დაღამდა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით მამა დავით კონჯარია ყავს სტუმრად რომელიც აუცილებლად გვეტყვის იმიტომ რომ მამაოს თან უცხოეთში მყოფ ქართველებთანაც აქვს შეხება, კერძოდ პოლონეთის სამრევლოსთან და ძალიან დიდ ღვაწლშია იქაც იმ ხალხთან და ბევრი ადამიანი არის აქედან წასული რაღაცა და რაღაცა ჩვენ ეკლესიას ხო ეს გააჩნია, რომ სადაც ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ქართველები არიან, იქ აუცილებლად ჩვენი ეპარქიის მღვდელი აუცილებლად მათთან არის ხოლმე ყველგან და მადლობა ამისათვის ჩვენ პატრიარქს და იმ ადამიანებს, ვინც ამაზე იზრუნეს, რომ აი ეს ეპარქიები არსებობს საერთოდ და მადლობა, რა თქმა უნდა, აი ამ დიდი ღვაწლისათვის ჩვენ ეკლესიას და მამაო, თუ შეიძლება მამაო, აი ადამიანების განსასწრელი გასაჭირი, მამაო, ის პრობლემები, რაც ჩვენ წინაში არის, ხო? და უცბად რაღაცნის ვიცლით რაღაცა სხვა რაღაცისათვის ადამიანი რას უნდა მივაქციოთ, მამაო, ყურადღება, იმიტომ რომ ერთ დღესაც გათენდება და თუნდაც რო აწყენინებ, შეიძლება ის ადამიანებიც აღარ იყვნენ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ ყოვლისა მთელ საქართველოს დიდებულ დღესასწაულს გილოცავთ, დიდ გორობას, ცოტნე ამხსარებლის დადიანის დღესასწაულსაც, ეს ემთხვევა ერთმანეთს. როცა თურქ-სელჩუკთა გაერთიანებული კოალიცია ქართველმა ჯარმა დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ბრწყინვალე გამარჯვებით, ესე ვთქვათ, იზეიმა ეს დღე. და აი დავით აღმაშენებელს ესე თავალი ბრძოლა, როგორც ვიცით, დემეტრემ დამიანე ღირსმამა დამიანემ მეფე დემეტრემ ესე იგი თავის თავზე აიღო მთავარი დარტყმა და ის 200 მამულიშვილი, რომელიც გამოიყო ესე იგი ჯარს და შევიდა სპაში მოფტურის აი ეს ბრწყინვალე გამარჯვება და წმინდა გიორგის ზეციური შეწევნა ძალიან დიდი იყო და ბრწყინვალე გამარჯვება ვიზეიმეთ საქართველოს რიკოც იქით იყო და აქეთ ფაქტიურად დაპყრობილი იყო ეს ტერიტორიები და ეს ჯარი რომ ეს როგორც ამბობს უცხოური მატიანები 600,000 იყო ეს მარტო ჯარი კი არ იყო ეს იყო ესენი მოდიოდნენ კარვებით მომთაბარე ხალხი იყო კარვებით და ერთად აღებული იყო მაგდენი და ნახევარზე მეტი ჯარი იყო რა თქმა უნდა და აი ეს ხალხი რო აქ დარჩენილი იყო ხო წარმოგვიდგენია ეს მომხტურები რა დღეში იქნებოდა ჩვენი საქართველო და ესე იგი გადაგვარჩინეს რა და გადაარჩინეს საქართველო გადაარჩინეს მცხეთა-სვეტი წყოვილი და მთელი საქართველო ჩვენი დედაქალაქი და მერე განთავისუფლდა ჩვენი დედაქალაქი და ესეთი ბრწყინვალე გამარჯვება გვაქვს და ნამდვილად გვიხარია რომ ესე იგი 900 წელი გავიდა და ვიღაც მაინც წუხს ამის გამო და ვიღაცა ეშინია ამის ესე ვთქვათ აღიარება რომ დამარცხდა ამ ბრძოლაში გასაოცარი ეს არის რომ 900 წელია გაშორეს კიდე შიში აქვს რომ ესე იგი ქართულებმა ვიზეიმოთ თუ არ ვიზეიმოთ ესე იგი ამაზე წუხან და ესე იგი საქართველოს დღეს სრულიად საქართველოს ზეიმობს ამ დღესასწაულს ჩვენი მთავარი საეკლესიო ესე ვთქვათ სინოდი პატრიარქის რა თქმა უნდა დღეს უწმინდესმა ყველამ ვიხილეთ ეს კადრები გადაიხადა დიდგორის ომში გარდაცვლილი მეომართა სულის საახსენებელი პანაშვიდი მეუფე შიოს წინამძღოლობით მთელი წმინდა სინოდი ბრძანდებოდა ესე იგი დიდგორის ველზე და მთავრობა და მხედრობა და მთელი ერი რა თქმა უნდა დღესასწაულობთ ამ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გილოცავთ გაიხაროს საქართველოს ამ დღით და
ნამდვილად ეს ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა საქართველოს ისტორიაში და სხვადასხვა ამაზე რთული პერიოდები ყოფილა, მაგრამ დღეს არის ძალიან რთული პერიოდი ადამიანისათვის თვითონ არანაირად რაღაცა იმას კი არ ვამბობ. ადამიანისათვის არის ძალიან რთული პერიოდი. აი როგორ უნდა იმას ვქნას აი იმიტომ რომ რთული პერიოდები გადაუტანი ადამიანებს რაღაცა, მაგრამ დღევანდელი ადამიანი მაგარ გაურკვევლობაში რა ხდება, აი რაღაცნაირად თითქოს იმაში არის. თუ შეიძლება ქრისტეს უნდა იყო ჩაჭიდებული ორი ხელით რა. სხვა გზა დღეს საერთოდ აღარ არის. აღარ დარჩა არაფერი და ეს თაობა თქვენ თქვით რომ მშვენიერი თაობა მიდის, ჩემი მეგობარი გარდაიცვალა დავიჭყუნია. ესე იგი უსაყვარლესი ადამიანი, ესე იგი რომელიც ყრმობიდან იყო ტაძარში, უყვარდა დედაეკლესია და რამიდა გითხრა იცი გიორგი, აი დავითის პიროვნებას როცა ვიხსენებ ახლა დღეს ჯერ არ არის დასაფლავებული, ესე იგი მისი გულის მისი რაღაცაი არ კეთილ დღეობის არ მიღების გამო არასდროს არ განაწყენებულა ეკლესიაზე რა. რაღაცაი თავის ბრალობა ქონდა და არა ეკლესიის ბრალობა და ეკლესია დედად მიაჩნდა. იმიტომ რომ მისი ღმერთი მამა იყო და დედა თუ ეკლესია არ არის, მამა ღმერთი ვერ იქნება შენთვის და მოსიყვარულე იყო, მისთვის პატრიარქი, მისი მოძღვარი, მისი ეკლესია, მისთვის მამა გაბრიელს იცნობდა მამა გაბრიელს და აი ესეთი მოსიყვარული კაცი იყო და საოცარი თაობა ეს რაღაც ეს 62 წლის კაცი და ეს აი ქართველები თბილისელი, ნაღდი თბილისელი და მაგარი ხალხი მიდის ხო და გული წდება რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე და ღმერთმა გაანათლოს მისი სული და მოიხსენოს ყველა წასული და აი როგორც და იცი რა არასოდეს აი ბოლო წუთამდე მე ვედექი ვყურებდი ამ ადამიანს აი განსაკუთრებულად ბოლო 5 თვე ვაკვირდებოდი და არ დაუკნესია მიუხედავად ამ ხელა ავანტყილების ტკივილების სიმსივნე ქონდა თავში და ესე იგი აი ეს კაცი ითმენდა და ბოლოს ესე იგი მისი რაღაცა ღმერთმა მიმადლა ეკლესიურობის გამო და მისი აი ტანჯვას ითმენდა მთელი ცხოვრება ჯვარცმული იყო აი როგორც ჩვენი მშობლები იყვნენ ჯვარცმულები ეს კაცი იყო აი ჯვარცმული კაცი იყო რა ტკივილს ატარებდა ბევრ ტკივილს ერთად და ესე იგი სულთ მობძავი რო გახდა ვერც კი ვიგრძენი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან აი არ ცოხრავდა ისე გავიდა აი ესე იგი სიმძიმე არ ქონია მის გასვლას ამას უფლიდან აი საოცრად ვაკვირდებოდი აი ბოლოზიარებები ეს რაღაცა 7-ზე თისხება და ვაკვირდებოდი რომ აი სულთ მობძავ ადამიანს ძალიან ადვილად იგრძნობ რომ ის არის უკვე წუხს და ის წუხილი არ ქონია მის გასვლას ამ ქვეყნიდან საოცარია რა ისე ტკბილად წავიდა იმიტომ რომ წმინდანები ხო აქაც რჩებიან თან იქ მიდიან და თან აქ გვეხმარება ხო ტკბილად რატო იმიტომ რომ ყველა უყვარდა აი ადამიანი უყვარდა ადამიანის მოსიყვარული კაცის მოსიყვარული ადამიანი მოყვასი უყვარდა რა სხვათა შორის მამა მცხეთაში მე არ ვარ ნამყოფი აი მამა გაბრიელის დაბადების დღეზე იმაზე ახსენება იყო რაღაცა სულ მხდებოდა ხოლმე და აი მართლა ვიზიარებ იმიტომ რომ ძალიან დიდი ადამიანი მოგვაკლდა როგორც ძალა აქ და აუცილებლად ზეციდან აუცილებლად შეგვეწევა და მის ოჯახს აი მართლა თანაუგზნობდა და მამაო დიდი მადლობა სხვათა შორის თქვენ ხელში მამაო ძალიან ბევრმა დიდმა ადამიანმა განუტევა ამ ქვეყანას და რაღაცნაირად გაქვთ ეს რაღაცა პრაქტიკაში გაქვთ იმაში როგორ მახსოვს მამასაბას და იმათ რომ აზიარებდით ხოლმე იმ ხელა დიდმამებთან ქონიათ შეხება და რაღაცა და აი თუ შეიძლება მამა ამასთან დაკავშირებით კითხავთ რაღაც დავითს მოყვა ეს რომ დავითი უდიდესი ტკივილი და აი აქედან მართლა კიდევ ერთხელ ვიზიარებ მის აი ოჯახის დანაკლის ამ ხელას იმიტომ რომ მართლა ადამიანი იყო და რა იცით მამა აი როგორი არის მათი გასვლა ამ ქვეყნად და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის მამაო რომ ესეთი ღირსება შევინარჩუნოთ ჩვენც ახლა იმ დავიძეთ თქვენ რასაც ამბობთ გეფიცებთ ყველაფერს ძალიან ბევრჯერ მინა ხანდახან კვირაში 3-ჯერ შემხედრია რაღაც სხვადასხვა ტაძრებში ცხოვრებაში ახლა რომ გარდაიცვალა მაშინ გავიგე რომ თურმე ესეთ ავანტყოფობას ფლობდა ვერ გაიგებდი მის წუხარებას მის ტკივის მის გასაჭირს და ამ ხელას დიდი უნდა იყო რომ ეს ყველაფერი დაფარო ხო თუ შეიძლება მამა აი როგორი არის ხოლმე ხო აი რამდენს უჭირს მაგალითად თქვენთან რამდენი მოსვლა რომ ძალიან ცუდ დღეშია რაღაცა მაგრამ მე არ ვიცი მე მგონია პირიქით ვაიმე რა მაგარ დღეშია ნამდვილ შეიძლება უკიდურესად აღემებული და იარებიან და ღმერთით ხარობენ ღმერთის სიხარული აი რა გინდა რომ გეკითხა დავითისთვის ღმერთი მინდა რომ გეტყოდა რა აი ესეთი კაცი იყო რა და ღმერთით აი მისი ესე ვთქვათ ის ამას
ისე ახლა გამარჯვებასავით კი არ ამბობდა, რაღაც დაფიქრდებოდა და გეტყოდა ღმერთი მინდაო. ღმერთთან ყოფნა მინდაო სულ. აი ეს არის რომ აი ამ ადამიანებს, ამ ტკბილ ადამიანებს სულ უნდათ ღმერთთან ყოფნა და აი ამ ესე ვთქვათ მთავარ საუნჯეს არ თმობდნენ. და ჩვენი წინაპრებიც ესე იყვნენ რა. არასოდეს არ თმობდნენ ამ ყველაზე ძვირფას განძს ყველაფერს თმობდნენ და იმას არ თმობდნენ ღმერთი და იმის გამო რომ ღმერთს არ თმობდნენ და ღმერთს ეთაყვანებოდნენ და ეყარებოდნენ მაგიტო ღმერთი მერე ყველაფერს უნარჩუნებდა ჩვენს სამშობლოს და თავად ღმერთი გამოდიოდა ჩვენი ერის დასაცავად და იმიტომ ვიყავით ძლიერი აბარა იმიტომ აბა ზეციური ძალები ეს მონაწილეობდნენ დიდგორის ბრძოლაში და ახლა ეს ძლევა ის საკვირველი იმიტომ იყო რომ ახლა ერთი ადამიანი 1000 ადამიანს ხო ვერ დაამარცხება ახლა შეუძლებელია და სამსონს ჰქონდა ეს რაღაცა დიდი ძალა ძველი აღთვისეულს რომ რაღაცა არანორმალური ძალა მიცა ღმერთმა და აი იქ ძლევა ის საკვირველი რატო არის რომ ჩვენ მაგ ბრძოლას სიმრავლის გამო ვერ გაუძლებდით უბრალოდ შეუძლებელია იმ პროპორციებით საუბარი და ღმერთი ჩაერია და ღმერთის ძალამ გადაწყვიტა ეს ბრძოლა და დავით აღმაშენებელი სულ ამბობს ღვთისა და ბოროტის ესე ვთქვათ უარყოფას და ღვთის შედგომაზე თუ ღვთის გულისათვის ერთგულად ვიომებთ არა თუ ეშმაკის სახურეს არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ ну ღმერთამდე აქონდა აყვანილი ეს საფრთხო ბრძოლა იყო ნამდვილად და აი ეს ბრწყინვალე ბრძოლა ესე იგი გაიმარჯვა საქართველოს და როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ პიროვნულად რომ ზეცამ ზურგი არ გვაქციოს აი თუ შეიძლება აი როგორი ადამიანი უნდა იყოს კი აი მე ესე ვამბობ რომ უნდა მთავარი ფიქრი უნდა იყოს ღვთისმსახურება შენში. დილიდან საღამომდე ადამიანი უნდა ღვთისმსახურებაში უნდა იყოს. ეს არის რაში გამოიხატება ღვთისმსახურება? ესე იგი დილა საღამოს ლოცვების საკითხვაში, შვიდგზის ლოცვების საკითხვაში, იესოს ლოცვაში აი ბსნელი გიკავია, სახარება, სამოციქულო და ღვთისხსოვნაში. ღვთისხსოვნაში და მუდმივ ზიარებაში უნდა ვიყოთ. აი ეს ღმერთისგან მოგვეცა არა დამსახურებით, არამედ იმიტომ რომ ჩვენ სულ სჭირდება და ღმერთმა მოგცა ნათლისღება, ღმერთმა მოგცა მირონცხება, რაც ხელდასხმაა ქრისტიანისათვის სულიწმინდის მადლის მომნიჭებელია და შემდგომ გვაქვს აღსარება და ზიარება და აი ზიარებით უნდა ცხოვრობდეთ ჩვენ. ეს უკვე განწმენდილ ხარ, ხო? გათელღებულ ხარ, განწმენდილ ხარ და მე რა თქმა უნდა ჩვენ ხო ისევ საჭიროებთ კურნებას მუდმივს და აი მზიარებით ლიტურგიულ კავშირში უნდა ვიყოთ ჩვენ ღმერთთან და ამით უნდა ვივსებოდეთ. აი ეს უნდა იყოს მთავარი საფიქრალი ადამიანის დანარჩენი ესე ყოველივე ეგე მოგეცე შენ და დანარჩენი გიორგი გჭირდება ჩვენ ცოტა განსასწრებელი. რომ ღვთისკენ მივაპყროთ მზერა. მე ხო გჭირდება ცოტა ხშირად ხდება ხოლმე რომ მოეშვები. ესე განსასწრებში უფრო ცოცხლად ხარ მამო. იცი აი როგორი აი გაფხიზლებს აი ხანახან მიყვარს ხოლმე რომ ანუ განსასწრელი ხარ როგორ უნდა გიყვარდეს ტკივილია და რაღაცა მაგრამ აი რაღაცნაირად იცი რას გიშვება განსასწრელი მამო მოდუნების უფლებას არ გაძლევს. სულ ღმერთი გახსოვს სულ რაღაცა მიპყრობილი ხარ მშობელზე რომ აი დამეხმარ და სულ გძნობ რომ პატარა ხარ. აი შენი სიმდაბლე მე გაცხონებს ხო? რა თქმა უნდა ერთი რომ კარგი თქვი დაბლდები განსასწრელის დროს. აბარა და საკუთარი თავს შევიმეცებ ანუ უძლურებას ხო ჩემმა ერთად. კი აი ჩემმა ამბზელმა მოძღვარმა მითხრა რომ ესე იგი ესეთი რამე თქვა რომ გამოიცდებაო ადამიანიო განსასწრელის დროს და რას ნიშნავს გამოცდა ღმერთი რა გამოცდებს გვიტარებს რომ ისა ჟურნალში უნდა ჩაიწეროს არა ღმერთი მაგ დროს ჩვენს თავს გვანახებს ჩვენ რამდენად ვარ ჩვენ მზად ღმერთთან ურთიერთობისთვის და რანი ვართ იმიტომ რომ განსაზრდელის დროს ვხედავ ჩემ თავს ბრწყინვალეთ რომ ესე იგი სუსტი ვარ ძალიან და სულ მოკლე ვერ უძლებ ხმალურობ რაღაცას ბუზგუნობ რაღაცა ისა და ესე იგი აი უნდა გავძლიერდე სულიერად და ესე იგი ბევრი გვაქვს სამუშაო საკუთარ თავზე და აი ესე ნელ-ნელა ძლიერდებოდეთ და ეს ყოველ შეურაცხყოფას მადლი მოყვება იმიტომ რომ შეურაცხყოფა დროს თუ დამდაბლდები ადამიანი და ესე იგი
მამა გაბრიელი სულ ამბობდა არა ვიმარხე, არა ვილოცე, დამდაბლდი და ვცხონდი. აი ეს არის ფორმულა კიბის ამოწერელის, ხო? აი ეს სიმდაბლისკენ სწრაფვა სულ უნდა გქონდეს და ჩვენ ღმერთი გვიგზავნის ჩვენ ვევედრებით ღმერთს რომ მოგცეს მადლი და ღმერთი ჩვენს ცხონება, ღმერთი ისმენს ჩვენს ვედრებას და შეურაცხყოფას გვიგზავნის. იმიტომ რომ ჩვენ დამდაბლდეთ, იმიტომ რომ ცხონება არის ვის ვაცხონებო? სულით მდაბალსო. დაბალნი სულით აცხონა. ესე იგი, ვიზე მოვიხილო თავდაბალზეო. სხვაგვარი ღვთის არ სული შემოსრული, გული შემოსრული, დამდაბლებული და როგორ უნდა დამდაბლდე? შეურაცხყოფათა მოთმინები და ღმერთი გვიგზავნის და იმის ხელით ჩვენ გვეძლევა სულიწმინდის მადლი. და აი ამიტომ ვინ ჩვენ შეურაცხყოფს, ის ჩვენ სინამდვილეში ჩუქნის ღვთის მადლს და ღვთის წყალობას. და ჩვენ თუ მოთმინებით და დავით ხო უნდა დავით აი ეს ხან არის რომ არა ეს ხელოვნება სანამ შეურაცხყოფს შენ ისეთ უკეთებ რომ ის იღებს მადლს ხო ის იღებს მადლს ეგ როგორ აღარ ყოფ მამა გაბრიელი როგორ იყო რო ისა როგორ იცოდა ხოლმე დაუნდავლებდა რომ შეხედავდა რომ ის იყო ხელოვანი კაცი იყო რა აი პროფესორი და აკადემიკოსები იყვნენ როგორც მამა საბა ახლა ჩვენ რო ვიძახით მამა გაბრიელი გაუძლებდი 5 წუთი მამა გაბრიელთან ყოფნას აი ეგ არის საკითხავი დღეს რომ ზეთებს ვიცხებთ მამა გაბრიელის მის იმას ყველანი მამა რატო მაშინ ბევრი ხალხი ვერ დადიოდა მამა გაბრიელთან იმიტომ რომ წმინდანთან ურთიერთობა ათვილი არ არის ხო და ძალიან ძლიერი იმიტომ რომ გამდაბლებოდა ეს დამდაბლება რო არავის არ გვინდა ქრისტეს მიმსგავსებულობა ქრისტე ხო ჯვარცმულია და შეურაცხყოფილი ტაძარში ჯვარცმული ღმერთი განახებს გზას ხონებისას და აი ეს ამიტომ ჩვენ უნდა ეს გზა უნდა გავიაროთ თამდაბლობისა და ბოლო ჟამსო პირველი საუკუნის მამები ამბობდნენ ჩვენ რჯული აგვასრულეთო შემდგომ შუა საუკუნეებში მამებმა თქვეს ჩვენ ნახევარიო და ბოლოსო არავინ არაფერს არ გააკეთებსო ჩვენ დროზეა ლაპარაკი მათზე დაიშვებაო წუხარებები და ავადმყოფობებიო და ვინც მადლიერები დაითმენსო ის ცხონდებაო ხო და აი ეს უნდა მოვითმინოთ ცოტ-ცოტათი შეურაცხყოფა და ის უნდა გვახსოვდეს რომ იმაზე მეც არასდროს დაუშვებს ღმერთი ჩვენზე ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ვიტვირთოთ ანუ ჩვენ ბევრად უფრო ესე იგი ნაკლები ტვირთი გვაქვს ყოველთვის ვინემ შეგვიძლია ვზიდოთ ღმერთი ბევრს არ უშვებს ჩვენზე რა როგორც მოსიყვარულე ესე ვერ გაუძლეს მამა დღევანდელი ძალიან სუსტი ადამიანი ეხა აი ძველად რო იყო მამა იმდენად მადლით იყვნენ რომ ხალხი ქვებით ქოლავდნენ და ესენი ლოცავდნენ ამას გაუძლე ქვა კი არა ერთი ვინმე გადაბრუნებული სიტყვა გითხას თქვენი თქმის არის ხო შეიძლება ისეთი რაღაცა გაუკეთო რომ ცხოვრება ანანო ხო ამ შემთხვევაში მამა ხო და 40 წლის მერე კიდე გავუხსენო რომ შეხვდე ხო რა თქმა უნდა მამა ბოღმით არის გაჟღენთილი ერი ხო თვითონ არის რა ის ხო და აი ეს უნდა ამას სჭირდება რა თქმა უნდა ესე იგი ამას სჭირდება კურნება ამას სჭირდება სული წმინდით ხელმძღვანელ მამებს რომელნიც ესე ჩვენ საოცარი წერილები დაგვიტოვეს მათ შევხედოთ მათი ნაწარმოები მათი წიგნები წავიკითხოთ და იმდენ რამე საინტერესოს აღმოვიკითხავთ ჩვენი სულისათვის რომ ესე იგი მათი შემხედვარე დამდაბლდება ადამიანი და აი უნდა ვისწრაფოდეთ აი მისაკენ რომ ვიყოთ ეკლესიის ცოცხალი წევრები ისე ვამბობთ სიკეთეო ამრავლოთ დიდი ცოდვა არ ჩავიდინოთ და აი ესე იგი გამლოთ ეს თვითსოფელი სიყვარულით თამდაბლობით თავგანწირვით რა თქმა უნდა ოჯახის წევრების მიმართ და მოყვასის მიმართ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და აი ესე გავიაროთ ეს ლამაზი სოფელი, ლამაზი წუთი სოფელი და აუ ძალიან მალე გაირბეს და რაში არ უნდა დავკარგოთ მამაო დრო თუ შეიძლება იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაცნაირად აი მართლა თქვენი თქმის არ იყოს 20 და 30 წელი გახსოვდეს რაღაცა ვიღაცამ რაღაცა გაწყენინა ხო სიტყვაზე კი რაღაცა არის რომელიც უნდა გახსოვდეს იმიტომ რომ შენ ეგრე არ გააკეთო ან შენ ეგეთი არ იყო რაღაც აი ჩვენ თავს რატო ხდება ხოლმე მამაო ის გავსი რაღაცა იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაცა გახსოვს და მე ყველაზე ცუდი სათხარ იცი რომ იმ ადამიანს რაღაცა ცუდი დაემართება. მე ამით შეიძლება გაიხარო შენ მამა. ანუ სინამდვილეში რაღაცნაირად მტრობაში და რაღაცა შენს მოძულე და ზიზღის ქონე ხდები.
თუ შეიძლება მამაო რომ აი როგორ არ უნდა იმას არ იმოქმედოს იმა რომ ის თვალზე მე რომ თქვენ გაწყენინეთ თქვენ როგორ არ უნდა გახსოვდეთ ესე ბოლომდე იმიტომ რომ მე ჩემი ცუდით შეიძლება მამაო გაგეხარდეთ თქვენ რომ აი სამაგიერო გადაეხო იმიტომ დაუჟელი არ დარჩება მე იმას არ ვამბობ რომ ვიღაცა მაწყენოს ვიღაცაზე დაუჟელი გაუცილებლად დაიჯდება ეს ადრე თუ ესე იგი ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ ერთმანეთს რა უნდა მოუფრთხილდეთ პატივისა ის სოციალურ ქსელებში ისეთი ლანძღვა მიდის აი ესე იგი რაღაცა სასულიერო პირი საუბრობდა მე 20 საუკუნის აი ეფრემ მეორის დავით მეხუთის პატრიარქების მმართველობაზე მოვლენებზე და კაცო რაღაცა საუბრობდა ძალიან კარგად საუბრობდა ეს მამაო და იქ რაღაცა მიწერილი ვნახე რომ აი ჩვენი პატრიარქი გალანძღა რა კაცო მე ვთხარი კაცო ერის მამაზე როგორ შეიძლება აი რამდენ ადამიანს ულანძღავ მეთქი აი ახლა შობელს აი ნამუსი სინდისი გააქვს კაცო რომ აი ეგრე როგორ შეიძლება კაცო ესე გამოხვიდე და ესე გალანძღო რა ესე იგი როგორი დაბნელებული უნდა იყოს სულით და როგორი ცუდი გაბოროტებული და რა ვიცი აი რა ქვია მაგ მდგომარეობას აღარ ვიცი თუ დავალებას ასრულებ თორე ესე იგი გეტყვი საოცარ ამის 90 წლის მოხუცებული ბებია ვაზიარი რა ახლა მას წინ და ხო და არაფერი ისა ბებია არის უკვე ისა რა უკვე დაბერებული თავის ქმარზე მითხრა რომ ცოცხალია მისი ქმარი მეორე ოთახში იყო ეს ზალაში იყო ქმარი იქით იყო და მაგნაერი კაციო მეორე არ არსებობს ისეთი კარგი ქმარი მყავს რა თავის ქმარზე მითხრა და ტელევიზორს აშვები უყურებ მეთქი რაღაც ახლა სახსრებით კიო უყურებო მაინტერესებსო იცი რა პოლიტიკოსებიო რას ლაპარაკობენო მაინტერესებსო კაცო ეს ოპოზიციო პატრიარქსო რატო ლანძღავსო ეკლესიასო რატო ლანძღავსო ახლა 90 წლის მოხუცებულმა დაასკვნა გამოიტანა რომ მიზანმიმართულად მიდის ესე იგი კრიტიკა ეკლესიის არასწორად ესე იგი აკრიტიკება ეს არ ესე გარეთ არ გასულა ეს მოხუცებული ალბათ 10-15 წელია წარმოიდგინე რა და აი მოხუცი ადამიანი ამბობს რომ საღი თვალით უყურებს რომ ეს რაღაცა საშინელება ხდება ეს უნდა შეწყდეს ეს არ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს და ამ როგორ ზიზღის დემონსტრირება აი წარმოიდგინე რომ 12 შვილის დედა რო გალანძღო საჯაროდ იმაში ამდენი ერის мама 60,000 ნათლული ყავს 50 წელი ბეჭი ძიდა ეკლესია და ესლებ რაღაცა მარტივად ესე რაღაცა ვიღაცა რა გაგიკეთებია საერთოდ ერთი აგური დაგიდეს ამ ქვეყანაზე აი გუნა მე რა გაგიკეთებია შედალოცილო რომ ერს ამ და სხვა ისინი რა ქვია ეკლესიის საჭირო პრობლემები მის მზეს პიცულობენ და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიისა ათონის მთაზე არის ესე იგი დადგე მამებში ესეთი თანამედროვე მამები რაღაცას დადგენილებას ჩადიხარ გეუნებენ ისიქ ყავდა ჩვენ ხელას ჩამოხვედი ესე სანამ დადგენილებას მიიღებენ აი პირდაპირ გეუნები გიორგი კითხულობენ საქართველოს პატრიარქის აზრს და იმ აზრის გათვალისწინებით ამბობენ ყველა საზომია ჩვენი პატრიარქი არის საზომი მათთვის რა ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უნდა ნატრობდე ესეთი პატრიარქი ყავდეს და ესეთი წინამძღვარი ყავდეს ერს და ჯოჯოხეთს აჩერებს მისი ლოცვა და რაღაცა ეს იცი რა არის რაშის დიდრები ვარ შევიტყოთ კაცო ამხელა სიმდიდრეა რა ქართველებს პატრიარქის სახით რამხელა ისა ყავს ერს ასეთი мама როგორი ბედნიერად გაგზარდა როგორი სიყვარულით გაგზარდა და შევიტყოთ ჩვენი პატრიარქის ესე ლოცვა კურთხევა და იცი რა არის მამა მე რას ვფიქრობ იცით რომ მამა ის რაც ამ ადამიანმა გამოიარა ხო ეს გათავისებული არა აქვს და ვიღაცა ძღინკიანი აი ეხლა დღეს რო რა საიდანაც ყანიდან გამოვიდა და არ იცის ისა ნუ ყანას კი არ ვაყენებ შეუბრალოდ რა არ იცის რა უბრალოდ რაღაცა ტალახიდან ამოვიდა და უცბად ისა რა ქვია იწყებს იმას რა ქვია კრიტიკას რა ძალიან ადვილი აბა შენ აი იმის ნებისმიერი ერთი დღე ღამე გათენებული როცა თელი სამყარო ყირავდება და როგორ უნდა გადავრჩეთ მაგაზე რო ფიქრობს ის გაიარია აბა ერთი საათი უბრალოდ პატრიარქის დარდი ხო მაგას არ უკვირდებიან მამაო რა და უცბად რაღაცა ტყიდან გამოვარდება და რაღაცა რა ადვილია განკითხვა ხო რა ადვილია ამის ქილიკია რაღაცა ხო როგორ შეიძლება კაცო ჯერ ელემენტარული ყველაფერსო თავი დაანებო ამდენი ადამიანისათვის არის უმნიშვნელოვანი მისი სიტყვა აი მისმა დარიგებებმა
მისმა სიყვარულმა გადაგვატანია დღევანდელ დღემდე და როგორ შეიძლება რომ აი ეს ყველას რომ ოჯახი არ არის რომ მისი სურათი არ ეკიდოს აგერ ყველგან პატრიარქის სურათები და მე მითხარი ოჯახი სადაც მის სურათი არ კიდია რა ხო და რა შურთ მამო ბოროც ეხა ისიც საცოდავია ისიც იცით რატო არის საცოდავი შეგნება რო არ ყოფნის რომ აი ამას პატივიცეს აი ხო აბა ამას რო პატივიცეს ეგ მაგ შეგნება არის საცოდავია მამო დაწერ ღირსება დაგვიბრუნა ოჯახები გაგვიძლიერა ნახე ის შექმნა განწყობა მრავალშვილიანობის ამ საოცარი ოჯახის სიმტკიცის დღე, სიწმინდის დღე დაგვიარსა და მშობლებს თავი დაალოცინეთო გვასწავლა ჩვენო პატრიარქმა. ხო და ეკლესია შექმნა, რაღაცა რამდენი ტაძარი აშენდა, რამდენი ოჯახი შეიქმნა ამ ტაძარში და როგორი მტკიცე რა ტაძრებში, როგორი მტკიცე და უამრავი შვილი ინათლება და რაღაცა ქართული კულტურა ტრადიციები როგორ ნარჩუნდება ხო ამ წუთის სოფელში და ესე იგი ეგ არ უხარიათ მამა ხო არ უხარიათ იმიტომ რომ იცი რა უნდათ გიორგი რომ ესე იგი ეს შვილები უნდათ რომ ქართველმა ბიჭებმა საცოლები ეძებონ ღამის კლუბში ღამის კლუბში რატო უნდა ეძებო საცოლე უნდა ეძებო ტაძარში მოდი შვილო აი ახსარებას რაღაცა გუნატკენი შეხვდება ვიღაცას ღამის კლუბში გოგოს და იქ რაღაცა მთრალი მოუყვება რაღაცა ამბავს გამიგე და რაღაცა ნუ აი რაღაცა არ ვიცი გაუგებარი რაღაცები იქნება მე როგორ ვინ რა ცხოვრობენ ენით აღუწერელი სიბილწე და ენით აღუწერელი ნუ აი რა ვიცი რა საშინელებები ხდება და აი რაღაცა იმათ მე იქ უნდა ეძებოს ქართულმა კაცმა ოჯახის შესაქმნელად თუ ტაძარში ქართული სულით აღზრდილი ქართული ტრადიციით აღზრდილი ადამიანი უნდა ეძებო ოჯახის შვილი უნდა ეძებო რომ შვილი გაგიზარდოს კაცო ქალმა შვილი ხო უნდა გაზარდოს არა შენმა მომავალმა მეუღლემ შვილი ხო უნდა აი ეს არ უნდათ გაიგე არ უნდათ ეს ეკლესიაში რომ ახალგაზრდობა დადის აი ეს არ უნდათ ეს არ სიამოვნებთ და უნდათ რომ რაღაცა აი ქუჩაში დაყრილი ხალხი ვიყოთ და უგვანი და არც თავი გვიჩანდეს არც დასასრული გვიჩანდეს და საერთოდ არაფერი არ გქონდეს რა უპატრონო ქვია მაგას რა აი ყველაფრის გარეშეო რა არც ტრადიცია გქონდეს არც არაფერი არ გქონდეს აბა ახლა ძალიან ის ხელწერა რაც თავარი მახასიათებელია საქართველოში დაბადებულიდან გააქრონ და იცი რა უნდათ აი ახლა მე არ ვიცი მე ისა რა ქვია ყველას დიდი სიყვარულის კარგია ნარკოტიკებს ბრძოლა გამოუცხადეს ეს რაღაცა მიდის ეს ახლა ეს ძალიან დიდი საშინელება ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული მე გავიგე რომ ვიღაცები წავიდნენ საქართველოსთან აქ აღარ შეგვიძლიაო რა სუნთქვაო რა უკვე ისე მარწუხებს აბა რა კაცო შიში უნდა იყოს და მოუჭერო მარწუხებს რაღაცა სტანდარტი უნდა შეიქმნას წესიერება უნდა შეიქმნას კაცო ესე იგი რკინების ტარება სახეზე ეს რა არის ხალხმა გამაგებინი მე ვერ ხვდები რა არის რკინების ჩარჭობა აი საყურე მესმის დაუშვათ ქალს კონდეს მაგრამ აკრო საყურე ექნება ხო რა არის ეს გამაგებინი ეს ადამიანობაა ეს რაღაცა ეს როგორი ის არის რაღაცა გაუგებარია ჩემთვის რა კულტურაა ეს საიდან მოდის ეს და როგორ უნდა აღიქვა ის ადამიანი როგორ უნდა ესაუბრო მას და რა მოთხოვნილება იმიტომ რომ ადამიანი თავის ჩაცმულობით თავისი ვიღაცას აწონებს თავს. და აწონებს თავს, ხო? ესე იგი, აი რკინებით ვის აწონებენ თავს, მე ვერ ხვდები. აი ისე არის, მამო, რაღაც კატეგორია. რომ ეს რკინები მოწონთ? კი, ალბათ მოწონთ, მამო. ხო, ნუ, რა ვიცი, გოგო, რკინები რატო უნდა მოწონდეს? რკინა ის მაგნიტი ხო არ არის რკინა მოწონდეს, რა ვიცი ახლა. აი ეს პროტესტის მიზნად აქვთ ხოლმე, ზოგი რაღაცა გაღიზიანებული რაღაც, აი, ამ ადამიანებს როგორ უნდა მოუყუროთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაცა გონიათ, რომ ჩვენ ეკლესიიდან რაღაცა ეს ამ ადამიანებთან რაღაცა ეგრევე აგრესიულად მოდიან ხოლმე და ანუ როგორ უნდა მივხედოთ, მამა, თუ შეიძლება, იმიტომ რომ იცით რა, გიორგი, ჩვენ არათუ მივხედოთ ჩვენ ყოველთვის ველოდებით მათ ჩვენი შვილები არიან დედა ესენი ჩვენები არიან კაცო ჩვენი შვილები არიან აბა ეკლესია იმისთვის დაგვაყენა ღმერთმა რომ ამათ გულში ჩაყუტება უნდა მოფერება უნდა ესე იგი აი ყველანაირად უნდა
ისე ბევრს მამა ვიცი რა მაგარი გული აქვს ხოლმე ხან მინახია რაღაცა და უბრალოდ რაღაცა მოტყუებულია რა რაღაცა შეყვა მაგალითად რაღაცა სტილს რაღაცას გაყვა და ისეთი კაი ადამიანები არიან ბევრი რაღაცა გულიანი რომ აი თქვენ რასაც ამბობთ რა ის სიტყვა სადღაც ღამის კლუბში რაღაცა ტირი ზოგი ნარკოტიკი რაღაცა ამას მამა მე აი რაღაცნაირად ბოროტი უგებს ამათ და აი ამას თავაზობს რომ თავის დარც და იმას გაექცნენ და შენ რაღაცა გაიქცევი შენ ხო იმიტომ საბოლოოდ მამაო სუიციდამდე და იმხელა ტყივილამდე მიყავს ხო და აი რაღაცა რო ჭირთ ხო აი ეკლესიაში რაღაცნაირად ისეთი გარემოში მოხდნენ ურჩევნიათ ვიდრე იმიტომ რომ ეს რაღაცა დროებითი სასმელი იქნება თუ რაღაცა გარკვეული დროით გადაგატანინებს ამ იმას მაგრამ უარესი პრობლემა შეეფეთები მე აი კიდე ესა გვა გინება მაგალითად მე მგონი ბიუჯეტი გაათმაგდება რაღაცა ჯარიმა რო არსებობდეს გინებაზე როგორ შეიძლება საქართველოში ამდენი გინება ის მაგაზეც დააწესებინ მამაო არა ხურალაზი აწესებინ კაცო ჯარიმებს მაგაზე დააწესონ იმიტომ რომ ნეგატივია გიორგი ნეგატივია წყევლა ხო აი შეიძლება რომ დილიდან საღამომდე წყევლა გესმოდეს აი ესევე გინება არის წყევლის ფორმა ადამიანები რო იგინებიან ამათ იცი რა არის აი რუის ურნისის კრება თუ უშველის რაღაცა ესეთი ორლესული מחვილივით რო თქვეს რა აი ესეო ხიცი LGBT იმაზე რომ მიიღოს რა მაშინ არისო ესეთი ჩვენ დროზე მიიღეს ეთყობა რა რომ ხუმრობითაც კიო ნახე რა უწერიათ კიო LGBT-ზე მე-18 კანონი რუის ურნისის კრება ყველა რუის ურნის გაიძახის რა ჩავხედოთ იქ რა წერია რუის ურნისის კრება ამბობს რომ მე სოდომიის სოდვაზეო ხო ხუმრობითაც კიო ვინც ეს იხუმროსო და გაავრცელოს ამ ხუმრობაშიო ხო რო ხუმრობ ხო სხვა მოყვება ესე იგი და აი ამ ძეგლის წერის მერეო არ შეინანოსო ცოცხლივ ჯოჯოხეთშიაო ამ ქვეყანაზეო და რომ გარდაიცვლებაო არ შეენდოს სოდვებიო ამას საშინელება რა უნდა ამოიკითხო ადამიანმა რა და ხო თუ არ შეინანო და როგორ შეიძლება რომ ესე იგი აი ეს გინდოდეს ადამიანს და ისევე არის აი გინება ეს არის საშინელი ცოდვა რომელიც ესე იგი ადამიანს რა უგნურებამდე მიყავს კაცი ამბობს ჩემს თაკუდა დედას აგინებს ხო ეს ცუდი არის ყველას დედა ხო ღვთისმშობელი აბა რა და ღვთისმშობელამდე ადის ეს და საკუთარი დედის გინება შეიძლება კაცო დედა კარგი გვარს ამიტომ რაღაც იცი რა არის თუ რაღაცა ჯარიმა არ შემოვა ეს არა მართლა გეუბნები გინებაზე აი თუ ვინმე შეიმისმენს გინებაზე უნდა იყოს ჯარიმა არა უნდა იყოს ზნეობრივი ახლა ის ავღანეთი არა ვარ კაცო მაგრამ ახლა რო იქ ზნეობრივი პოლიცია არა უნდა იყოს საჯარო სივრცეში გიორგი როგორც საჯარო სივრცეში არ შეიძლება სიგარეტის მოწევა რადგანაც ის შენ ხო გუნებს შენ სხვასაც უნებ და ის რომ მიიღეს ეს კანონი ესე იგი ყოველ საღამოს რომ მივდიოდი სახში ეს სუნი ქონდა ჩემს სამოს ეს ხო აბრეშუმი ეს ნამდვილი ისე ნაჭერია და ბუნებრივი ნაჭრებია და ეგრევე იკრავდა კაცო და რო არ ეწევი უფრო გძნობა ხო და აი როგორ იცი იმაში საზოგადოებაში მოხდებოდი აი კაცები ზიან რაღაცა მოაწევ ჩეულებრად ეწევა და ბუხში ვიჯექი ხოლმე რა ან ქორწილში მოხდებოდი ან სატირალში ან დაბადების დღეზე ხო ახლა ხო კარგია რომ საზოგადოებრივ ადგილას აკრძალულია ხო მოწევა აი რესტორანში დახურულ სივრცეში წადი და იქ რაღაცა ხო და აი ესევე საზოგადოებრივ ადგილას თავშეყრის ადგილას ოდესაც ხდება გინება ეს უნდა იყოს დასჯადი თუ სიგარეტი არის დასჯადი გინება არანაკლებად ვინ უნდა დასაჯოს მაგრამ პოლიტიკოსები იგინებიან ხო და უნდა იყოს სასჯელი უნდა იყოს კაცო უნდა იყოს სასჯელი უნდა იყოს რაღაცა იცით რა არის სოციოლოგები ამბობენ და ფსიქოლოგები თუ გინდა რომ საზოგადოება არ იგინებოდეს მას გინება არ უნდა მოასმენინო არც ტელევიზიაში და არც შეაჩვიეს მამო ეს შეაჩვიეს კი არა აბა რა გამოდიან საზოგადო მოღვაწეები და საჯარო სივრცეში მიტინგებზე დედის გინების რაღაცა კორიანტელი აქვს და ეს უნდა იყოს დასჯადი. აუცილებლად უნდა მიიღოთ კანონი, რომ გინება არის შეურაცხყოფა. ვისაც აგინებ, ერთმნიშვნელოვნად ხო შეურაცხყოფ. არ აქვს მნიშვნელობა, ზოგი ისე გაგიჟებულია საკუთარ დედას აგინებს. არც საკუთარი დედის გინება არ უნდა შეიძლებოდეს, არ აქვს შენი დედის შეურაცხყოფის უფლება და უნდა იყოს დასჯადი. სანამ აი ამას არ მივიღებთ, ვერ გამოფხიზდება ქართველი კაცი ისე არის დღეს მე მგონი გაბრუებული ვერ ხდება რას ლაპარაკობს რა
ხშირ შემთხვევაში და აი ეს უნდა იყოს ნამდვილად და რაღაცა აი იცი რა არის ეს ერთს რომ ეს ჩაკეტავ მე ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით სიკეთეში მრავლდება რა და აი ეს უნდა იყოს რაღაცა უნდა იყოს ჭანჭიკები ყველაფრის მიშვება და ყველაფრის ნებართვა არ შეიძლება ყველაფრის ესე იგი უფლება ქონდეს ადამიანს რა და მე ბედნიერი ადამიანი ვარ რომ ვარ ტაძარში სადაც მე მგონი ერთადერთი ინსტიტუტიც არ არის იმიტომ რომ ინსტიტუტებს ადამიანები ქმნიან ორგანო ღვთის დაარსებული სადაც ის ერთობა ერთადერთი ერთობა ცოცხალი ორგანიზმი დიახ სადაც არ არის გინება ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ტაძარში არავინ არ იგინება და რა კარგი ხალხი არის ტაძარში ყველა გლოცავს, ყველა გიხსენებს, ყველა რაღაცა სიკეთეს გისურვებს. რაღაცა აი ოაზისია, სულიერი ოაზისი, ტაძარში და ტაძარში მყოფი ძმები და დები, ხო? ერთი ოჯახი ვარ და მადლობა მეც რომ ეს სიკეთე გვარგუნა უფალმა და ჩვენ სხვათა შორის აი როცა საუბრობთ იმაზე რომ ჩვენს გადაცემებს იქ უყურებდნენ და ერთ-ერთ ქალაქში ვიყავი ახლა პოლონეთში ჩასული და გდანსკი არის ეს ესე იგი პოლონელებს წაართვეს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს წაართვა სტალინმა და მიცა პოლონეთს და დღემდე დატირიან ამ ქალაქს და აი ამ ქალაქში სამრელო შეკრება იყო და სამრელო შეკრებიდან გამოსულს მითხრა ერთმა ადამიანმა თქვენს გადაცემებს უყურებთ და ბატონ გიორგისაც უთხარითო რომ ჩვენ ქართველებიო იმდენს რომ მუშაობდეთო რასაც აქ მუშაობთო 14-15 საათი მუშაობთ იმაზე მეტი მექნებოდა პირადად მეო მე სხვაზე არ ვლაპარაკობ მეო ვინემ იქ ვარო ახლა სადაც ვარო იმიტომ რომ ამდენი მუშაობით ცხოვრებაში არ მიმუშავია აქასაც მუშაობოდა ეს მუშაობის კულტურა ნამდვილად გვასწავლეს ევროპელებმა იმიტომ რომ იქ ესე იგი სამი დღე მაპატიეთ პახმელიაზე არავინ არ გამოდის და ყველა მუშაობს და რაღაცა ესე იგი და გარკვეული საათები თავაუხრელად მუშაობენ ადამიანები და აი ესე რომ გვემუშავაო ჩვენო იქაო ყველაფერი გვექნებოდაო ძალიან კარგათო და ნამდვილად ესეა რა იმის დროს მე სოფლელი კაცი ვარ და კომუნიზმი რო დაირღვა ყველას მიცა სახელმწიფომ 2-3 ჰექტარი მიწა ყველა გლეხს ახლა გაყიდა იმან თუ რა ქნა ახლა ეს მისი საქმეა ყველას მიწა გლეხს და კაცო სიმინდი როგორ არ უნდა გქონდეს სახში და შენი ლობიო როგორ არ უნდა გქონდეს სახში 2-3 ჰექტარი და კიდე მე მახსოვს სახელმწიფო პროგრამები იყო მიწას უმუშავებდნენ და საწვავს აძლევდნენ ეს არის ღმერთისგან დიდი საჩუქარია ესე თქმა ეს უჭერს გლეხს ეს საწვავის ყიდვა და რაღაცა და ამას თუ გაგიკეთებენ მეტი და რატო არ უნდა გყავდეს ძროხა რატო არ უნდა გყავდეს ქათამი კაცო ქათამი სოფელში აბა ცხოვრობს ხალხი ქათამი სოფელი მამაო დაიცალა სამწუხარო ჩვენ და აი ძალიან სამწუხარო ამბავია ხო და რას ვიძახი იქ რომ მოვლის იმის საქონელს ევროპაში მაგას გეუბნები გიორგი იქ რომ მოვლის ევროპაში იმის საქონელს თავის საქონელს მოუვაროს დირექტორი იქნება თვითონ თავისი დილას ადგეს შუადღეს დაიძინოს საღამოს იმუშავდა სიტუაცია არა შრომა თუ არ ვიშრომებთ გიორგი შენ ახლა რამდენ შრომობ არა მე მაგას შენ რამდენ შრომობ გიორგი შენ რატო არ წახვედი საზღვარგარეთ შენ რატო ითმენ აქა კაცო და რატო ხარ ასე შეყვარებული შენ სამშობლოზე ხო აი ხა იმათ მე არა მოდი იცი რა არის მე კი არ საყვედურობ კაცო ვენაცვალე მაგაც უყველას კაცო და მაგები ინახავენ საქართველოს გაზია ლაბა მე უბრალოდ ვამბობ ახლა აბა რა უნდა უთხრა მე მოძღვარმა ახლა რო ჩავდივარ იყავით აქ სამშობლოში არ დაბრუნდეთ ხო ვენაცვალე მაგათ იქ უშრომელად ვინ გააჩერებს კაცო მაგრამ ყველანი უბრალოდ რა არის აი ხა მაგალითად საკუთარ სამშობლოში ხო ერთ რაღაცას გეტყვი ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით აი უბრალოდ წარმატებაზე და იმაზე რო ვისაუბროთ რა აი ხა მაგალითად ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი არის ფეხბურთელი იქ ილია თოფურია არის იქ ის არის საქართველოში მამო ამის პერსპექტივა არ არის რომ აი რაღაცა ლიგებიც არ არის ამის აი კვარაცხელია ვერ გახდები საქართველოში ხო ხდებით მამო სხვანაირად არ გამიგოთ რა არ არის რა ამის წახალისება რა შენ თუ ძალიან მაგარი ხარ და რაღაცა მაქსიმუმ რაღაცა უბნელმა ბიჭებმა რაღაცა პატივიქცემ ვერ აი მასშტაბზე ვერ გადიხარ ხო ხდებით აი მაპატიეთ აი ხო აი ხა ილია თოფურიას ოჯახისაც რო გეთქვა მაშინ არ წახვიდეთო ხო ილია თოფურია იქნებოდა ჩვეულებრივი რაღაცა ნახალოკაში იქნებოდა რომელიღაცა მოკრივე სიტყვას და ვერ იქნებოდა ამ სოფლიო
მასშტაბის ხო ხდებით ან სხვა რაღაცას მომავალ ანუ არის რაღაცეები რომელიც მამა ოცნებები არის და შენ მიყავ ხარ ამას სხვა ქვეყნებში ხდებით მაგაზე მე არა იცი ეხა კვარცხელიას რო უთხოვ არა მოდი ეხა გორის დილაში ითამაშე ნუ არა იცით რა არის მაგაზე ვინ ამბობს რამეს რომ ადამიანი ემიგრაცია კვარცხელიას ხო ხდებით იქ ვიღაცა სიტყვაზე ბევრი არიან ისეთი ბატონო ემიგრანტი იქნება 35 წლამდე და ხა კაი 40 წლამდე მე ხო არ იქნება იქ დაბრუნდება სამშობლოში აქ ამაზეა ლაპარაკი და ნახე თუ იმაზეა ლაპარაკი კვარაცხელიაზე ხვიჩაზე და ილიაზე აი თვალიშვილი არა თვალიშვილი ხო და რამდენ შრომობენ მოდი ესე ვთქვათ რამდენ შრომობ? ხომ აქ რო იშრომო რა მოგეცნო? როგორ არა? აქ შრომობ დისტრიბუტორი ხარ ნიკორაში, იმაში. არა ყველას უნდა კონდეს რაღაც სპეციალობა. თუ ეს სპეციალობით ვერ მოეწყვე, გადამზადება არის. უამრავი აი ჩემს გარშემო კი, მაგრამ ჩემს გარშემო არიან ბევრი ქართველები, რომელთაც შექმნეს არაჩვეულებრივი ოჯახი, ესე ვთქვათ, საშუალო ფენა რომელთაც შექმნეს ოჯახი თავიანთი შრომით და დღესაც თავიანთი შრომით, თავდაუზოგავი შრომით, მინდა გითხრა, შრომობენ და ესე იგი ქმნიან დოვლაც საკუთარი ოჯახებისთვის და საზოგადოებისთვისაც რა. ახლა იქ პოლონეთში რო არიან, ის რომ მიიღოს უჟონი, აი რაღაცა კარტა, რამდენი უნდა შეიტანოს ისი პოლონეთის სახელმწიფოში თანხა? უამრავი თანხა უნდა შეიტანოს ესე იგი პოლონეთის სახელმწიფოს ქართველები იაფი მუშახელი თან კიდე მიგატებული მაგას ეს უნდა შეიტანოს ეს გადასახადი ჩემო ბატონო ქირა ყველაფერი ეს ხო მუშაობს კაცო რატო არა ასეთი პატიოსანი ხალხი ოქრო ხალხი გულიანი ხალხი კაცო ეს მშვენიერი საზოგადოება რა ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ უნდა ვიშრომოთ ჩვენს ქვეყანაში გასაგებია რომ ესე იგი 5 წელიწადში შეიძლება შენი შრომით არ მოგეცეს მაგრამ 10 წელიწადში შენ დაგიფასდება შენი შრომა შენი საქმიანობაში პროფესიონალი უნდა გახდეს შენ საქმეში აი ეს დილიტანტობა არ გამოდის ყველაფერ ჩიკები რო ვართ ესე არ გამოდის რა ვიწყებ და რო ვერ ვამთავრებ აქ თუ არ მოედე ყველაფერს თელერს თუ არ მოედე ვერ ცხოვრობ წარ უჭირთ ადამიანს აი ვერ აგიხსნით მამა რა პირობებში იმყოფებიან ხალხი ძალიან ცუდ დღეში არიან მამა აი გეფიცებით ყველაფერს თქვენ არ გინახავთ 100 ლარი გიორგი 100 ლარი სიხდის ხალხი მუშა ხელზე და ხალხი არ არის რომ აიყვანონ სამუშაოზე. ასლაც უნდა იყოს 15 და 17 წლის ბიჭი ხელოსანიან მუშა, ხო? მეტი პერსპექტივა. არა, იცი რა. ახალგაზრდა ბიჭების ცხოვრება შეიწეს ამ ბლოკის ზიდვაში. არა, ბლოკის ზიდვა არ არის ხელოსნობა. სხვა პერსპექტივა არ არის, მამა. როგორ არ არის, გიორგი? მარტო სტროიკაზე იქ ვიღაცას ისა პიცა უტარე, რა ქვია იმას, გლოვო ისა, მეტი არაფერი ან ტაქსი. აი მეტი არაფერი. არა, რაღაც დონეზე. აი რა სამსახურია ისეთი? როგორ არა სამსახური? აი რეომერი, ბანკი მევახშეობა, ბანკში თუ აი სად, მამა? აი ლომბარდი ვიღაცა გაუბედურებულის ხარჯზე, ან კაზინოში მუშაობ, რაღაცა ხალხს ღუპავ. აი რა, ქართველი სპორტსმენი ნახე, ხა სად უცხოელი სპორტსმენი, სად ქართველი სპორტსმენი გამოდის დღე-დაღამე ლიდერბეტ და იმებს უკეთებს რეკლამას ევროპაბეტ. ეგ ხა სპორტსმენობაა, მამა, ეგ არის სირცხვილი. გამოდიხარ და მშიერი რო არ იყო აჭარა ბედზე ვიღაცა გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე ცხოვრობ თვეში გერიცხები და გეხარ და იმაგად თასებს და იმებს ფორმებს იცმენ. სამა სირცხვილი, აი მაგიტომ არ ვცემ იმ ტიპებს პატივს, რომ აი მაგის რეკლამებს რო ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი არის. ანუ მე გახდი პარლამენტარი რა მაშინ. არა, რომ უამრავი ხალხია შრომობენ, მუშაობენ, თავიანთი სამსახურები აქვთ. ძალიან ნორმალურად და არიძინებს შიერი. არიძინებს შიერი, კი ბატონო. ჩვენს გარშემო მამა, იქ უცხოეთში ამერიკაში რომ მიდიხარ, ცხოვრებას იწყობ. სიტყვაზე მამა, ანუ მე გეუნებით რომ ვინც მატერიალურზე ფიქრობს და ამ ქვეყნიურად რომ უნდა რომ ისა თორე ხა სულიერად თუ ფიქრობ, კი შეიძლება უბრალოდ ისა ბერი გახდე და წახვიდე და ერთი ნაჭერი პურიც გეყო, მაგრამ ვერ იმას იზა მამა ვერ მოუგებ ამ ცხოვრებას აქ აი სამწუხარო ჩვენ ანუ ჩვენ ხო ამ ქვეყნიურად ვსაუბრობთ მამაო და არა იმათ ხო ხდებით რომ აი სიტყვაზე 14 საათი რომ იმუშაო აქ აი რამდენი გექნება აი იქ რასაც აკეთებენ დიახ რასაც შრომობენ უცხოეთში მამა პოლონეთი აი არა მე რასო ვიცით რა რასაც შრომობენ უცხოეთში იქ მართლა დაბალი ხელფასია არა მინდა გითხრათ რომ რასაც შრომობენ უცხოეთში არა რასაც შრომობენ უცხოეთში ჩვენი თანამემამულენი ძვირფასი რომელთაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ თავიანთი ოჯახებისთვის ანალოგიურად აქ რო იშრომონ
და იმდენი ხანი იშრომონ. არანაკლები ექნებათ, შეიძლება იმდენი შემოსავალი არ ექნეთ, მაგრამ არც გასავალი ექნებათ, იმიტომ რომ არც ქირა ექნება გადასახდელი, არც სადღაც შესატანი არ ექნება, არც ორ ნაწილად გაყოფილი საკვები, აქეთ თვითონაც ჭამოს, იქით ოჯახსაც ჭამოს, არ რჩება რა, არაფერი, მაგას ვამბობ რა. ესე იგი 1000 ევროც რო გრჩებოდეს. მთელი თვის განმავლობაში. 3000 დღეში 100 ლარი, მამა, არა, რასო, როგორ არ იქნება? გიორგი, ჩვენთან მანქანით ადამიანები ბევრად მეჩვეულობენ. იშრომებ და შენს ოჯახში ხარ და თავისუფალი ხარ რა. არაფერი სასირცხვილო არ არის მანქანაზე მუშაობა, მთელი უბნის სერიოზული ხალხი მუშაობენ და არჩენენ ოჯახს. როდემდე უნდა გარჩინოს აბა დედმამამ, ხო? ამიტომ არაფერი, ესე იგი, ახლა არ არის საქართველოს, აი მოდი ესე ვთქვათ. რამდენი, აი, კი ბატონო, რამდენი ხელფასი ქონდა 40 წლით ადრე და 50 წლით ადრე ამერიკაში, იმას რა ქვია, ჩვეულებრივ არ ქონდა. ეს ახლა შეიქმნა, კი ბატონო, ამერიკას და ბოლო ქვეყნებს ახლა ვერ წავედით. არა, ჩვენ ვითარდებით ახლა ბოლოს წლებში. ხალი ჩვენთან უფრო ძვირიდეს, ვიდრე ჩვენ გაროყიდულობე სადღაც იმაში იქ მამაო და არ არის, აი დახამებულია ნებისმიერი, ვინც მომსვლელი არის, ყველა რაღაცნაირად სარგებლს ნახულობს ამ საწყალ ადამიანებზე და აწევს, აი ვიღაცა გახდა ტაქსისტი, გადასახადი დაუწესეს და ამ ტაქსიდან იქ იმის მაგერად რომ გაანებოს თავი და ხელი შეუწყოს, ფუს აქეთ იმაშვებიან. ვიღაცა გლოვოში მუშაობს საწყალი, ვიღაცა ხელოსანია იქ და გაუწესეს, მამაო. წარმოიდგინეთ, მამაო, თვითონ გამოიგონა სამსახური რო არაფერი შანსი არ იყო. წავა მე, მამაო, აბა რა სიზავს? ამდენი შტრაფები, ამდენი ჯარიმები, თქვენ ხო კარგად იცით, რა დღეში ხავთ საზოგადოება. არ მეა თქვა კიდე რაღაცა იცის გამოვა, მაგრამ გაუბედურეს, ყველაფერი ქნეს, რომ ქართველმა დატოვოს საქართველოს ყველა მთავრობა, მამო, არ მაქვს არანაირი სხვა ვიღაცას არ გამოყოფა. არა, საქმე იმაშია, რომ არ უნდა წავიდეთ ჩვენ არსად. ისე ვამბობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ეკლესიის ცოცხალი წევრები, ღმერთი ვიწამოთ, ღმერთი შეგვეწევა ყველაფერში, ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ უცხოეთშიც არაფერი თავზე ქართველს ხელს არავინ არ უსვობს, საერთოდ არაფერი არ არის ქართველის სტატუსით. არაფერი არ არის რა ვინ ახარ უცხოეთში არაფერი უქვეყნო ემიგრანტი არის ერთ დიდი უბედურება და შენს ქვეყანაში ყველაფერი ხარ ნათესავები ყავს ქართველები ვართ ერთად ვარ და აქ ვიშრომოთ აქ ვიწვალოთ ბიცა დავამუშაოთ თუ სამსახურში ვიაროთ პარალელურად აქ გავისარჯოთ და აუცილებლად გვექნება აი ეს არის და ღმერთი შეგვეწევა ღმერთი ვიწამოთ მადლი მოვისხათ და გაგვიმრავლებს უფალი ღმერთი ყოველივეს კეთილად და იქნება ყველაფერი კარგად. ძალიან დიდი მას სხვათა შორის მამაო რაღაცა ნაწილში მე არ ვამბობ რომ თქვენ ამბობთ ტყუილს პირიქით თქვენი ვალდებულებაა რომ საქართველოს არ დაიცალოს მაგრამ ვინ აკეთებს იმისათვის ეკლესიის გარდა ყველაფერს რომ საქართველოსთან ქართველები არ წავიდნენ აი ვინ აკეთე აი ნებისმიერ სამსახური მითხარით სადაც ახალისებენ ქართველებს რომ აი შენ ფული რო არ წახვიდე აქ არ არსებობს მამაო ყველა ადამიანს საცოდავ ადამიანს იყენებს მამაო იქ ემაიც ფირმა გიყენებს ვიღაც უცხოელი და გული არ წდება აქ ქართველი მამაო გათრევს აქეთ იქით რა დღეში ყავხარ მაპატიეთ სამწუხაროდ დრო ამოიწურა დიდი მადლობა რომ ხართ მამაო დაგულოცეთ მადლობა უფლისა იყოს თქვენზე და დიდი მადლობა მამაო აი უღრმესი მადლობა რომ ხართ მართლა ვიცი რომ თქვენი მოვალეობა რომ ეს თქვათ მაგრამ აი არაფერი არ ხდება იმისათვის რომ რაღაცნაირად ადამიანი დავაკავდა ღმერთ თუ ისეთი ადამიანები გვაღირსი აუცილებლად იქნება ესეთი ხალხი თითოეულა ყველგან არის აბსოლუტურად რომ რაღაცნაირად ის ქართველები დაიჭიროს და არ გავიდნენ საქართველოს თორე საერთოდ აირია საერთოდ ისა რა ქვია სამყარო და ძალიან ჭირდება საქართველოს ის ხალხი ვინც არ ხართ აქ იმიტომ ძალიან მაგარი ხალხი ხართ თვითონ გასული აი მართლა უძვირფასესი ადამიანები ჩვენთვის და დიდი მადლობა მართლა ამისათვის იმ ემიგრანტებსაც რომ ესე რაღაცნაირად გვარჩევთ თქვენ რაც გაგვიკეთეთ ეგეთი არც ერთ სახელმწიფო მოხალეს არ გაუკეთებია საქართველოსაც ვინც ემიგრაციაში ხართ იმ ქვეყნებიდან დიდი მადლობა ყველაფრისათვის ბედნიერებას გისურვებთ მამა ყველაფერ კარგს გისურვებთ და ყველას მინდა რომ სიკეთე გისურვოთ იმიტომ რომ ვიცი რომ ვინც წახვედით ისიც იმიტომ წახვედით რომ რაღაცა ვერ დაიტიეთ რაღაცას ვერ მოერიეთ ვიღაცამ შეერთ თორე თქვენზე მეტი ტკივილი ვის ექნება ხო როგორია მონატრებით ცხოვრება სუფთა ჯვარცმა ხო
ბედნიერებას გისურვებთ ყველა იმიგრანტს, მამა დავით, ძალიან დიდი მადლობა, რომ პოლონეთზე ისე ზრუნავს, აი პოლონეთში მყოფ ქართველებს გეუბნებით, რომ მამა დავითი გყავთ ისეთი მზრუნველი, თქვენ დღე და ღამე სულ ამაზე ლაპარაკობს ხოლმე და მადლობა მამაო ამისათვის დიდი და სხვათაშორის ემიგრაციაში მყოფ მღვდლებს უჭირთ ერთ-ერთი ყველაზე მეტად, სხვათაშორის რაღაცა თუ გენატრებათ ხოლმე აქაურობა და მადლობას გიხდით მამაო, ბედნიერებას გისურვებთ და პატიმრებს განსაკუთრებით კიდე მოგიკითხავთ. დიდი სიყვარული და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. კარგად ზანდებოდეთ დროებით, ხვალ დაგიბრუნდებით აუცილებლად მამა ლუკას სუპატაშვილთან ერთად საღამოს 8:30-ისათვის დროებით.